თბილისის წიგნის მე-17 საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა. პირველად საქართველოში სპეციალური სტუმრის სტატუსით სერბი მწერალი ჩამოვიდა, ასევე არაბ გამომცემელთა დელეგაცია იმყოფება საქართველოში. წიგნის მოყვარულების თავშეყრის ადგილი უცვლელია. მე-17 საერთაშორისო ფესტივალს ექსპო ჯორჯია 4 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. უცვლელი პავილიონი და 60 მონაწილე მკითხველს ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე ელოდება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მოხარული და ამაყია, რომ ამ ღონისძიების ტრადიციული ორგანიზატორია. ძირითადი ნაწილი ამ გამოფენების არიან გამომცემლები, თუმცა ასევე არიან წიგნის გამავრცელებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები. თბილისის წიგნის ფესტივალი წელს მოწვეული სტუმრების მრავალფეროვნებით და საინტერესო მონაწილეებით გამოირჩევა. თითოეული მათგანი ორიგინალური სტენდითა და სანახაობით იქცევს ყურადღებას. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ სიახლეები შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს ახალი წიგნების სახით, რა თქმა უნდა. წლევანდელ წელს განსაკუთრებულად მოვემზადეთ. ჩვენ გვყავს საპატიო სტუმარი, ეს გახლავთ ქალბატონი იასმინა მიხაილოვიჩი, სერბი მწერალი, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი სახელგანთქმული სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე გახლავთ. ძალიან მადლობელი ვარ გამომცემლობა ინტელექტის იმისათვის, რომ ჩემი მეუღლის 6 რომანი გამოსცა და მე-7 ჩემი ნაწარმოები. ძალიან მიხარია, რომ ამ ფესტივალზე მკითხველს დიდი უპირატესობა ენიჭება. წიგნის ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მკითხველი ყველა ჟანრის წიგნს განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძენს. კულტურის სამინისტრო წლებია უკვე აფინანსებს წიგნის ფესტივალს და რა თქმა უნდა მის მასშტაბების გაზრდასთან ერთად გაიზრდება ის თანადგომა დაფინანსება, რომელსაც ეხლა გაიღებს კულტურის. ძალიან ბევრი ხალხია დღეს აქ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის გქონდა და დღესაც გვაქვს ინტერესი წიგნებთან მიმართებაში, გვიყვარს კითხვა და ეს ყველაფერი არის ჩვენი ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენ გვამდიდრებდა, ანუ წიგნი, კითხვა. ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციას მწერლები უკვე საერთაშორისო ასპარეზზე შეეცდებიან. 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.